ნიკა მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობათ. გამარჯობათ. მოლაპარაკებებზე საუბრობდით ახლა ზურაბ ჯაფარიძესთან და მოდით ამით დავიწყოთ საუბარი იქამდე სანამ ვისაუბროთ იმ ერთპარტიულ პარლამენტზე და იმ მანდატებზე, რომელიც დღეს თქვენ დათმეთ. ეკა ბესელია იყო ჩვენთან სტუმრად, არ ვიცი მოგეცათ თუ არა შესაძლებლობა რომ მოგესმინათ და მან თქვა ასეთი რამ რომ მე რომ ვიყო მოლაპარაკებებში ჩართული და ვურჩევდი ჩემს კოლეგებსო, საერთოდ აღარ მოუშვებდი ირაკლი კობახიძეს იმ განცხადებების შემდეგ, რაც მან ამ დღეების განმავლობაში აკეთა და პირველ რიგში როცა თქვენი გაუქმება გადაწყვიტა საერთოდ თვლით თუ არა რომ ეს საკითხი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში ზურაბ ჯაფარიძე ამბობდა რომ მნიშვნელობა სინამდვილეში არ აქვს კობახიძე მოვა თუ კობახიძეს 2 ან 3 დიახ, მოგესალმებით, პროფესიონალურად კარგად თფებით, ხო? აქ ძალიან ცხელა. ძალიან ცხელა განათებების გამო. ზედმეტად ცხელა. განათებების გამო. უცოდო და მაისური შემოვიდოდი. იცით რა არის მოლაპარაკებები მანამ სანამ ამის საჭიროება არსებობს გაგრძელდება და ჩვენ არ გვინდა ოპოზიცია ვიყოთ ამ მოლაპარაკებების ჩამშლელებად მონათულები, რაც ბუნებრივია. არც არასოდეს ყოფილა ჩვენი განზრახვა და არც გვინდა რომ ასეთად მონათლოს ქართულმა ოცნებამ, რატომ უნდა ვიცეთ ამის ასეთ ხმის შესაძლებლობა, რა? ბატონი კობახიძე ჩემის აზრით იქ ელჩების თანდასწრებით წესით და რიგით არც კი უნდა მოვიდეს უკვე, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, არ იქნება იქ მარტივი ვითარება, მიუხედავად იმისა, რომ იქ მოლაპარაკების პროცესში ყველაფერი გარეთ რჩება, როგორც წესი, მაგრამ გააჩნია გარეთ რას ლაპარაკობ, ხო? ეხლა არის საკითხები, რომელიც შიგნითაც უნდა განიხილო, იმიტომ რომ ბატონო კობახიძემ ისეთი რამ თქვა 1, 2 და 3 ივანიშვილის დავალებით მე ვერ წარმომიდგენია უბრალოდ ელჩების თანდასწრებით გაიხსნა მომდენო რაუნდი და პირველი რამდენიმე წუთი მაინც არ დაეთმოს კობახიძეს ასე თქვა კაფიო განცხადებას რომელიც მან გააკეთა პარტიის სახელით ხო მან თქვა რომ პარტიაში ვიმსჯელეთ და ესაც ჩვენი დასკვნა პარტიაში რაზეც იმსჯელეს ის თუ ბეჭედ დარწმულია იქ საერთოდ რაღა უნდა ბატონ კობახიძეს ან ჩვენ რა გვიდა ეს უნდა გაიგოს პირველ წუთებში და ამაზე ალბათ რეაქცია ექნება ელჩებსაც ამიტომ ეხა რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია რომ მოვთხოვოთ მეორე მხარეს შეცვალონ წარმომადგენელი, მაგრამ ნუ ჩემის აზრით არაფერი არ არის ეს იმასთან შედარებით რაც ხდება ქვეყანაში, რასაც ჩადის ქართული ოცნება. სანამ საჭიროება იქნება მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს ახლა უფრო კაფიო მოთხოვნით ოპოზიცია ახალი არჩევნებით. აი ხო შედგა დღეს რაც ჩვენმა ყურმა დაინახა და თვალმა აღბეჭდა რა იყო ერთპარტიული ერთი კაცის პარლამენტი ხომ ნახეთ. შედგა დაიწყო ახალი ეტაპი. ახალი ეტაპი დაიწყო ბრძოლის დიახაც გნებათ მოლაპარაკების თვალსაზრისით და გნებათ სხვადასხვა თვალსაზრისითაც და არ ვაპირებ თუ არის თქმას თუმცა ეს მას ანიშნავს რომ გამოვიკეტებით ელჩების რეზიდენციაში ბუნებრივი არა შესაძლებელია ეს იყოს ბოლო შეხვედრა შეიძლება იყოს უკანასკნელი რაუნდი შეიძლება იყოს მორიგი რაუნდი ყველაფერი დამოკიდებულია ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე. პირდაპირ გეუბნებით, საერთოდ არ მადარდებს რა სიტყვის ქართული ოცნება და რა სიტყვის კობახიძე ივანიშვილის დავალებით. როგორ ვიმოქმედებთ ჩვენ ამას ეხება ძალიან დიდი მნიშვნელობა. ერთი რამ ცხადია, რომ ესეთი პარლამენტი სიცოცხლისუნარიანი ვერ იქნება, ვერ იფუნქციონირებს სახელმწიფოდ არ არსებობს, რომ აი ეს სტატუს კო შენარჩუნდეს. მე მესმის პესიმისტების ხმა აქა-იქ არემარე ივსება ასე თქვა ხმაური ზოგჯერ რომელსაც ადგილი აქვს მესმის რა ბევრ ადგილას რომ აი და მე რა კომფორტულად იგზნობს ქართული ოცნება როგორ იგზნობს კომფორტულად თავს ახლა დღეს ეს რაც ვნახეთ პარლამენტში თუ ვინმე სჯერა რომ ეს გაგრძელდება დიდხანს წარმოუდგენელია დიახაც საჭირო იქნება ქუჩის მექანიზმიც ამუშავდება იმ სიმძლავრით როგორცაც ჩავთვლით საჭიროდ და მრავალი ქალბატონი ელისო ბოლქვაძე გამოჩნდება რომელიც საკმარისი იქნება რომ დამატებითი 10,000-ობით საქართველოს მოქალაქე გამოვიდეს ქუჩაში. ეხლა ეს იყო დაცინვა. დღეს რაც ამ ხალხმა იკადრა და აი ყველა ეს 90 დეპუტატი ვინც შესულია ერთი კაცის პარლამენტში ხო ერთ გამურულ პოლიტიკურ ქვაბში ამოიხარშება ნამდვილად ამოიხარშება ეხლა ეს ყველა ადამიანი იხარშება ამ ქვაბში ნელ ცეცხლზე რამდენად შეუნთებენ ეხლა ხო და რამდენად
რამდენად სწრაფად მოიხარშება, მათზეა დამოკიდებული ასევე დიდწილად, მაგრამ ჩემი პროგნოზი არის ძალიან მშვიდად ვარ. ვიცი ზუსტად, რომ დადგება მომენტი, როდესაც ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის, ასე თქვათ, თამადობით დათმობაზე წამოვა. იმიტომ რომ მოუნდება, იძულებული იქნება. კი ბატონო, აი თქვენ თქვით, რომ ბევრი რამე არის ახლა ოპოზიციაზე დამოკიდებული და ასევე თქვით, რომ არ მაინტერესებს რა სიტყვის ქართული ოცნება, ეს გასაგები არის ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ქართული ოცნება, რომელიც ირაკლი კობახიძის პირით ნათქვამის, რომ ერთპარტიულობა არ არის ჩვენთვის პრობლემა, მაგრამ არის ქვეყნისთვის, ანუ პარტიას არ გვაინტერესებსო და რაც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, ავტომატურად გამოდის, რომ მათთვის არ არის მნიშვნელოვანი. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, რომელიც უზურპატორი არის, რომლის ირგვლივად ტრიალებს სამყარო, ნუ ამ შემთხვევაში ის პროცესები, რომელიც არის, რომლებიც იჭერენ ადამიანებს, შემდეგ ვაჭრობენ, შემდეგ თუ მოუნდებათ ათავისუფლებენ, ამ პირობებში იმის თქმა, რომ არ მაინტერესებს ოცნება რა სიტყვის, აი ხომ არ არის ერთგვარად დამაბნეველი მაყურებლისთვის. არა, როგორ არ დამაბნეველი, ბრძოლა იქნება უკომპრომისო, დაჭირდება და გავხდებით 5 პოლიტიკური პატიმარი, 10 პოლიტიკური პატიმარი, 20, 25 რა მნიშვნელობა აქვს, რამდენიც იქნება საბრძოლო, იმდენს ვიბრძოლებთ რა. და მე არ მაქვს მაგალითი ერთი მომიყვანეთ, როდესაც ხელისუფლება არის დაპირისპირებაში, ასე გაგრძობა და ჩესული ხალხთან დაპირისპირებაში და ეს ხელისუფლება გამოდის რეჟიმი გამარჯვებული არ არსებობს აქ ვერ გახდება ბატონი ივანიშვილი, ბატონი ლუკაშენკო. გამორიცხული არის, ხო? ხო და ეს ერთობა, რომელსაც დღეს ადგილი ჰქონდა, ეს არის გასაფრთხილებელი. ეს მინდა თქვა ორივე სიტყვის შენიშნებართვით. ნამდვილად ეს ისე არ მოხდა, რომ დღეს უბრალოდ ყველა პოლიტიკური პარტია ერთ ჭკუაზე დავდექით და არავინ არ მოიძება ვინც პარლამენტში შევიდა. ხო, ამაზე სერიოზულად ვიმუშავებთ თითოეულ ჩვენგანმა და გაუფრთხილდით ბევრი ჩვენგანი ერთმანეთს, პირველ რიგში ერთობას, ეს არ იყო მხოლოდ რაღაცა განგების წყალობა არ იყო, რომ უბრალოდ ჩვენ ბედის წერა, რომ მაინდა-მაინც ერთად ყოფილიყავით. ნებისმიერ დღეს შეიძლება და ეს ერთობა ჩაშლილიყო ან მორღვეულიყო. ამიტომ ყველა ოპოზიციონერ კოლეგას მოუწოდებ, რომ ერთმანეთზე თავდასხმისგან თავი შევიკავოთ. იმიტომ ძალიან ცუდად გამოიყურება ეს ყველაფერი გვერდიდან. რაც არ უნდა არ მოგწონდეს ერთმანეთი, საჯარო სივრცეში ბრალდებები, თავდასხმები არის მიუღებელი. ერთობის დაცვის ეგიდით შეიძლება აქ კიდევ უშვებ, რომ საჯარო სივრცეში ეჩხუბო რომელიღაცა პოლიტიკოს, რომელიც ცდილობს, რომ ერთობა მოარღვიოს, მაგრამ როდესაც საპირისპირო შედეგის მომტანია თავდასხმა, ნუ არც ეს შემთხვევაში არ აქვს გამართლება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვეკუთვნით ახლა ჩვენ საკუთარ თავებს, ჩვენს უკან უამრავი ადამიანი დგას და მე არც ერთ ეტაპზე არ მინერვიულია და არ მიდარდია სიმართლე გითხრათ, რომ აი ვიღაცა თუ პარლამენტში შევა, ეს ჩაითვლება, რომ ოპოზიციის ნაწილი შევიდა პარლამენტში, იმიტომ პირველივე წუთიდან ვიცოდიო თუ კი ვინმე შევიდოდა, ის ვიღაცა ბიძინა ივანიშვილის მიერ შეყვანილი იქნებოდა და რა წამსაც ის შევიდოდა, ის ვეღარ იქნებოდა ოპოზიციონერი და ივანიშვილიც კი ვერ იტყოდა, რომ ოპოზიცია შემოვიდა. ამიტომ წყნარად ვიყო, უბრალოდ ვუფრთხილდებოდი, არ მინდოდა რამდენიმე კოლეგამ ცდარ გზას დამდგარი იყო და თუ კი ნერვიულობდი, ამიტომ ნერვიულობდი. საფრთხეს ხედავთ კიდე რომ შეიძლება სიმართლე გითხრათ, საფრთხეს ხედავ არასასიამოვნო სანახავია, როდესაც თავს ესხმიან ამ შემთხვევაშია, არაფრის შუაში არა. ვფიქრობ თუ არა რომ დღეს არა, მაგრამ ხვალზე გარვიცი ახლა ზუსტად. ვერავინ ვერ შევა, აი ხო არის საუბარი ალეკო ელისაშვილზე ლევანიოსო დაწუნებული ვარ, არ შევლენ, ვერ შევლენ, გამორიცხული არის. უბრალოდ მე მინდა მათ ვთხოვო, რომ თავდასხმები გიგა ბოკერიაზე, გიგი უგულავაზე არ ვიცი დათო ბაქრაძეზე თუ რა შუაში არის ხა აქ ევროპული საქართველო ან ნაციონალური მოძრაობა ან ჩვენს დაგვეცხნეთ თავს ხო ნაციონალური მოძრაობასაც დაესხა მოწმენდისაზე გიორგი ვაშაძე საერთაშორისო იყო ნაციონალური მოძრაობა ხო რა საარჩევნო კამპანიაში ვარ თუ საარჩევნო კამპანიისთვის ვემზადებით რაღაცას ვთელავთ და ვეჯიბრებით და პაიქრობაში ვართ დაგვავიწყდა რისთვის ვართ აქ ერთად შეკრებილები იმისათვის რომ ივანიშვილმა რავი სამარაჯამოთ არ წაიღოს თავარი ინსტრუმენტი ის მეშვეობით ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს ანუ არჩევნები ხო ვინ შლის რაში არავინ არაფერს არ შლის ეხლა შიგნით ვარ და ვიცით ხო ამიტომ შეურაცხყოფაა როდესაც გამოდის ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი და ამბობს რომ ყველა ოპოზიციონერი არის მძევალი ვიღაცისი სემ პატივს პირდაპირ გეუბნებით მიუხედავად ყველაფრისა მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი განსხვავებებია მე და ალეკო ელისაშვილის შორის ხო
ბევრი თვალსაზრისით. ერთი თაობის ადამიანები ვართ, რაღაც ურთიერთობა ჩავამიყალებ და ამ ადამიანთან ავისი სტუდიის მიღმა, რაღაცა სამუშაო ოთახის მიღმა, მაგრამ ეხლა ჩემთვის სიმართლე არის უფრო ძვირფასი ამ შემთხვევაში ვიდრე პატივისცემა და ეხლა კი ბატონო, ვისკენა ვარ ამ დაპირისპირებაში? დაპირისპირება არ არის, რა თქმა უნდა, ვარ სიმართლისკენ და ეხლა ამ შემთხვევაში ბატონი ბოკერია, ბატონი უგულოვა, ბაქრაძე და არის ვისა არიან აბსოლუტურად მართლები, არავითარ შემთხვევაში ისინი არ შლიან მოლაპარაკებებს. არ შეიძლება ხალხს ეხლა ვკითხოთ, აბა გავიდეთ ქუჩაში და ვკითხოთ მოწონს თუ არა ერთი ცალკეაღებული ოპოზიციონერი, რომელიც ესხმის თავს მეორეს. ამდენ რაზე ვსაუბრობ, იცით, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვუთხილდები და ჩემს სიტყვას ფასი ჰქონდეს და მithქვამს არაერთხელ მათ შორის რუსთაველის გამზირზე, რომ ის ყველა ადამიანი, ვინც ერთობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, მე მას პოლიტიკურად დაუპირისპირდები, არ მინდა ვცდილობ, რომ მეც არ ვიყო ნაწილი ამ დაპირისპირებისა, მაგრამ ესე გულხელდაკრეფილიც ვერ წამოვსხულდები, ეხლა ვერ სად და ვერ დავაკვირდები ამ პროცესებს. არგუმენტი მე მგონი ძალიან ნათლად ახსენით, რატომ არა, იმიტომ რომ ეხლა სად არის ზიანი? ცირითადად ზიანი არის, ანუ ერთი რომ ხალხს აქვს სხვა დაკვეთა, თუ კი რამეზე საჩხუბარი ვიკრიბებით და დახურო კარას მიიღო თქვენი გარგიშვებთ მედიც წარმომადგენლებს და იქ ვიჩხუბოთ, ხო გარდა შუბაშია, ხო ანუ რა ეხლა თუნდაც მართალი იყოს ეხლა რა. კი ბატონო და ეს შეკრებები სწორედ ამას ემსახურება, რომ შიდა დისკუსიები გაიმართოს იმისთვის, რომ თავი ინსტრუმენტი ახლა ჩვენ ხელში რაც გვიჭირავს, ეს არის ერთობა ოპოზიციის და აი ესეთი უცნაური გზავნილები, თუ შეიძლება ამაზე გზავნილები უწოდოთ ერთმანეთის მისამართით, ხო, ქმნის ქაოსს. ამ ქაოსით სარგებლობს მერე ქართული ოცნება და ქართული ოცნება წარმოაჩენს ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან საზოგადოებრივ მათ შორის, აი ოპოზიცია იქ არ არის ერთიანი, აი ვიღაცა არ წერს განცხადებას ჯერ, ვიღაცა სიას არაბათილებს, ვიღაცამ თქვა რომ იცით რა, ჯერ მოლაპარაკებები დასრულდეს და განცხადებას მერე შევიტან CSGO-ში. ეს ყველაფერი ქართული ოცნების წისქუზი ასხამს წყალს, ნაცვლად იმისა, რომ დღესვე ყველამ თქვათ და ითქვა ეს პრაქტიკულად დღევანდელი დღით, რომ აღარ შევიდა არც ერთი ოპოზიციონერი პარლამენტში, ეხლა კეთილი ინებე და ახალი რეალობა მიიღე ხელახლა და დაიწყებს მსჯელობა და მოლაპარაკებები ახალი ფურცლიდან, სადაც ჩვენი პოზიციები უფრო გაძლიერდება. მინდა რომ გკითხოთ, თუ არსებობს ოპოზიციის ერთიანი გეგმა? მართლა მითქოს, არჩევნე მაგრად რომ გავაკრიტიკო, ეხლა ნებისმიერი პოლიტიკოსი, ჩემი მოკრე რას მოვიგებ მაგით? თუნდაც 100% მართალი ვიყო, არჩევნებში მივდივარ და მინდა რომელიღაცა გლდანის მაცხოვრებელი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მოვიმხრო? ანუ რას ემსახურება? კი ბატონო, მე ჩემთვის ყოველ შემთხვევაში საკმარისად გასაგები არის თქვენი არგუმენტაცია. ოპოზიციის გეგმებზე მინდა კითხოთ, სანამ ცხრიანი გამოშვება გადაგჭრის, ასე ვთქვათ, პირდაპირ ეთერში, რას გეგმავს ოპოზიცია, თუ არსებობს ერთიანი გეგმა და თუ არ არსებობს, მაშინ თქვენ არ იქნებით არავინ წარმოდგენილი პარლამენტში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გეგმა როგორი იქნება პოლიტიკურ გეგმას ხომცხადია. ვერ ვიქნებით, რომ მოვინდომოთ, ეს არ არის პარლამენტი, ხალხო, არ არის პარლამენტი და ვერ ვიქნებით, ამიტომ გაუქმებულია, დამთავრებული ამბავია, პარლამენტი არ არსებობს. ერთმა კაცმა თქვა, ყველაფერი CSGO-დან დაწყებული, სუსით დამთავრებული, ყველაფერი მე ვარ, ადამიანი პარლამენტიც არ არსებობს. ანუ თავარი პოლიტიკური ძარღვი, რომ აღარ ფეთქავს პარლამენტში და არ იფეთქებს პარლამენტში, სანამ ეს სტატუს კუა, ამაზე რომ შევთანხმდეთ. პოლიტიკა იქ არ გაკეთდება, არათუ ძარღვი იფეთქებს თავარი არტერია, ამ ორი ცხულია. გეგმა ზომიერად ვიმუშავებთ, ვიმოქმედებთ, იქნება, რა თქმა უნდა, გეგმა ტაქტიკური, სტრატეგიული და პარალელურად სიტუაციის მიხედვითაც მივიღებთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ სამოქალაქო პროტესტი გაგრძელდება. გამორიცხული ამბავი არის, ხალხო, ნუხად, ვინმე თუ არის პესიმისტი და ფიქრობს, რომ ვაიმე ამ ადამიანს ბევრი ფული აქვს და ვერასოდეს ბევრი ფული რო აქვს და რო ამუშავა და შედეგი რო არ გამოიღო, დღევანდელმა დღემაც ხო დაადასტურა, ხო? ვიღაცას უნდოდა იქ შესვლა, მაგრამ თქვენი მეცადინეობით და თქვენი დამსახურებით ხო ვერ შევიდა იმ პარლამენტში. იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ხალხის მარი ძლიერი, ხო? მე მომეჩვენა თუ სად არის გენოცვალე მილოცვები თავზე დააყარეს ქართულ ოცნებას, როდესაც არჩევნებში გამარჯვება დაიწერა. მე არ მსმენია ეხლა, ხო? ეხლა მიხეილსა მეორე ტური როდესაც ჩაენიშნა 2008 წელს და არ ვიყავი მაშინ მე ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი, მახსოვს ნერვებიც კი მეშლებოდა, რომ მოდიოდა მილოცვები, ხო, სხვადასხვა სახელმწიფოებზე 2008 წელი იყო. 2012 წელს ნაციონალური მოძრაობა წააგო თუ არა, დამარცხა თუ არა, ყველა სახელმწიფოს ლიდერმა მიულოცა და ეხლა მე არ მგონია გამომჩენოდა, ვინმე მიულოცა.
არ მგონია რომ თქვენ გამოგჩნდათ, არ მგონია რომ მედიას ეს დავიჯეროთ რომ სიმართლე არის ჩვენ მხარეს, ნუ ველოდებით ასე ორ დღეში პრობლემის და ოლიგარქის ამოძირკვას, ამას ჭირდება ბრძოლა, გაკაშება და მხნეობა და ერთობისთვის გაფრთხილება და ვინმე თუ ოპოზიციაში ვის უნდა დავესხათ, თავს თუ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. აი ყველანი პატრიოტ ალიანსია დაწყებული, ჩემი დამთავრებული. უნდა რა ხრი გავერთი, ვინც არის ბუზი მალამოში, ანუ აფუჭებს საქმეს, უნდა გადავუაროთ. აი გრეიდერივით, პოლიტიკური გრეიდერივით უნდა გადავუაროთ, ვამხილოთ რომ მეორეჯერ აღარ გაბედოს შემოტანა დისონანსის ოპოზიციურ ველზე. კი ბატონო, ძალიან გასაგები არის ეს ყველაფერი. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც თქვენ და არც ჩვენ მედიას არ გამოგრჩებოდა მილოცვები, თუ კი ქართული ოცნება ასეც მიიღებდა, მაგრამ მგონებ ასეთი არ არის. მით უმეტეს გიდი ფოფხაძე იყო ჩვენთან და მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ხელისუფლება უზურპირებული აქვს ბიძინა ივანიშვილს, ის არის უზურპატორი და დღეს დავინახე ბუზი, პოლიტიკაში ბუზი არ გაუგშევიათ, აი ეს არ გაუკეთებიათ. საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ეხლა დღევანდ ელისო ბოლქვაძე 5 წუთის შესული იყო პარლამენტში და დაამთავრა საკუთარი ამბავი, ავანჩავანი მორჩა, ისეთი ორი შეურაცხყოფელი განცხადება გააკეთა. ეხლა აფრიკას ეხლა იყო რაცო მოძრაობის დროს სინგაპურს ვედრებოდით, განვითარებულ სამყარო ცივილიზაციას ვედრებოდით, ის იყო მაგალითი მთავარი. ეხლა საჩხერეს ვედრებოდით ვიცოდი და ეხლა აფრიკასაც შეგვადან აფრიკაშიც ხომ აფრიკასავით გაჭირვებული ხო არ არის ჩვენ სახელმწიფო ამან აი ეს თქვა ახალმა სახემ ხალბატონმა ელისო და არ დაგავიწყეთ რომ ისიც რომ საფრანგეთშიც რა გონიათ რომ არ არიან სოციალურად დაუცველებით გაჭირვებულები რა მნიშვნელობა აქვს მოკლედ როგორ თქვა მით უმეტეს ამას ფიქრობენ როგორ შეიძლება ხა უამრავი განცხადება მოგვისმენია ქართული ოცნების წევრებისგან ანალოგიური ხო გასულ ამას ფიქრობენ რეალურად ფიქრობენ კი ბატონო ძალიან მე ახლა ვივლით მე რომ ჟურნალისტი ვიყო სანამ ოპოზიცია არ არის პარლამენტში, უბრალოდ მიკროფონით ხელში ვივლით და ზოგს კითხავდი, აბა ქართულ ამბაში რამდენი ასო გერა. აბა ვინ დაწერა დედანა. დარწმუნებული ვარ, იმდენი კომიკური პასუხები იქნება ქართული ოცნება აი ამ ვითომ ნახევრად იუმორისტული კითხვებით დამარცხდება რა, იმიტომ რომ იქ არის აბსოლუტურად სასაცილო არაკომპეტენტური ადამიანები, რომლის მეშვეობითაც უზურპაცია მოახდინა მთავარი პოლიტიკური ორგანიზაციის.